სახალხო დღესასწაული დმანისში ადგილობრივებმა ელათობა აღნიშნეს. სპორტული და კულტურული ღონისძიებები თბილისში ოლიმპიური ფესტივალის გახსნას მიეძღვნა. დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული პაატა ხიზანაშვილი და აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან მოწვეული დელეგაციები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყო რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეც მოადგილეებთან ერთად. სახალხო დღესასწაული ელათობა დმანისელებმა სოფელ პანტიანში ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნეს. სპორტსმენები ერთმანეთს დოხსა და ჭიდაობაში ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებაზე ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები შესრულდა. გამოიფინა ნახატები და თექაზე შესრულებული ნამუშევრები. მოსახლეობას ელათობის დღესასწაული და თბილისში ოლიმპიური ფესტივალის გახსნა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სცენიდან პირადად მიულოცა. დიდი ზემია საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ თბილისი 13 ოლიმპიურ ახალგაზრდულ თამაშებს მასპინძლობს. ეს არის დიდი პატივი მთლიანად საქართველოსთვის, კავკასიისთვის და ასევე სასიამოვნოა, რომ ეს დღესასწაული ასევე სახალხო ზეიმს ელად ბაირამს დაემთხვა და ჩვენ ერთად ხალხი, ქვემო ქართლის მოსახლეობა ყველანი ერთად უზეიმობთ ასეთ დღესასწაულებს. და ეს იქნება ახალი სტილი, ახალი სტანდარტი იმისა, თუ როგორ შეიძლება რომ ვიმეგობროთ. ეს დღესასწაული წელიწადში ერთხელ აღინიშნება, ძირითადად ამ დროს 26 ივლისს, რომელიც თავისი არსით არის ელათობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მეცხვარის დღესასწაული, მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი მრავალდენობის აძოვარი გვაქვს და აქ ხდება თითქმის ქვემო ქართლიდან, კახეთიდან იმ წყემსების მოსვლა და გამოკვება თავიანთი საქონლი და ზუსტად აი ამ დღესასწაულს აღნიშნავენ. ვესწრებით სახალხო დღესასწაულ ელათობას. მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ეს ყოველი წლის 26 ივლისს იმართება. ვიხილეთ ძალიან კარგი კულტურული და სპორტული ღონისძიებები და მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეთნიკურად სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებს თანამეგობრობასა და ინტეგრაციას ხელშემწყობია. დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავდნენ როგორც აზერბაიჯანელი, ისე ქართველი და თურქი ეროვნების ადამიანები. მათი თქმით, სახალხო ზეიმი სხვადასხვა ერის ერთმანეთთან დაახლოვებას და მეგობრობას უწყობს ხელს. ძალიან კარგი დღესასწაულია, ჩვენ ყველანი ერთად ავღნიშნავთ ამ დღეს. აქ ოჯახთან ერთად მოვედი. ხომ ხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი, ასე ხდება ყოველ წელს. მომეწონა აქ გამართული ღონისძიებები თურქეთიდან სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის ჩამოვედი და ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს დღესასწაული ნამდვილად შეუწყობს ხელს ქართველების, თურქებისა და აზერბაიჯანელების კიდევ უფრო დამეგობრებას. ეს ჩვენი საერთო დღესასწაულია. დმანისში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მეგობრობის სახალხო ზეიმი ელათობა ტრადიციულია და ყოველ წელს ზაფხულში 26 ივლისს იმართება.